საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამბობს, რომ მათ რეგიონალური ოფისის მენეჯერზე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ბათუმის სასტუმრო შერატონში განხორციელებული თავდასხმის გამო ბრალდებული გოჩა სამხარაძე სასამართლომ მხოლოდ 3000 ლარით დააჯარიმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა განაჩენი 24 ივნის გამოიტანა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინფორმაცია დღეს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გაავრცელა. ორგანიზაციის თქმით, ბათუმში ქორიძეზე თავდასხმა ჯგუფური ხასიათის იყო და მას ქართული ოცნების რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე ხელმძღვანელობდა. მათივე ინფორმაციით თავდამსხმელებს შორის იყვნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე გიორგი მანველიძე, ზღოლი გოჩა სამხარაძე და რამდენიმე სხვა პირი. ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან. მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით. ჯგუფური ძალადობის მიუხედავად ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ. პროკურატურამ განზრახდა ამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში. დიქტატორული რეჟიმი არა მხოლოდ ამძიმებს წნეხს მათზე, ვინც ეწინააღმდეგება უთანასწორობასა და უსამართლობას, არამედ ხელსაფარებს მათ, ვინც თავისი ძალადობრივი ქმედებებით ამ რეჟიმს ამყარებს. ზვიად ქორიძეს ბათუმის შერატონში თავს 14-15 იანვრის ღამეს დაესხნენ. ქორიძე ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. ჟურნალისტ დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდა. 14 იანვარს ქართული ოცნების წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ბათუმის სასტუმრო შერატონში ყოფილ პრემიერს პარტია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.